გამარჯობა მეგობრებო, დისკუსები ვიყიდე ახალი და ერთად ვნახოთ, იმიტომ რომ აი აქ არის. მოდი ერთად გავაკეთოთ unboxing-ი. ოპა, ამას შეხედეთ. ძალიან ლამაზები არის რა. წესიერად არც მინახავს და ვაუ. ძალიან საინტერესოა. ჩვენი თევზები კი ასე გამოიყურებიან, რომლებსაც ეხა ჩაურთე შუქი განათება და ცოტა დასტრესირებით არიან რა, ძინარები არიან. და ეხა გაშვების კადრებს დაინახავთ. მეშიდია მოყვანა. ახე როგორია? წესით უნდა კარანტინს ვატარებდე, მაგრამ მაგის დრო და ადგილი არ მაქვს სამწუხაროდ. ერთი თევზი ცუდად მყავს და იქით არის რა. იმედია რომ რამე ცუდად არ არიან რა. და კარგად გაივლიან ადაპტაციას. მოდი მეორე. ესე გამოიყურება. ჩასვით. გაქცე. ეს არის მესამე. პატარაა. პატარა, მაგრამ ძალიან ლამაზი. ეს არის შემდეგი. ძალიან ლამაზი. ესეც. მოდი ორასე. აჰა. ახალი თევზები მყავს. თავარი არის ეხლა რომ ამათ რამე არ ჭირდეს რა. განა პატრონმა ცუდად მოუარა. ყველა თევზს აქვს ბაქტერია. წესით ამათ კარანტინი უნდა გაატარო და ისე ჩასვა. საერთო აკვარიუმში. თორე შეიძლება რომ რამე ბაქტერია კონდეს, ჩემ თევზების ბაქტერიებთან ცუდად შევიდეს და არჩე დიდი თემაა ძალიან რა. წესით კარანტინს ატარებენ ყველა ახალ მოყვანილ თევზს 10 დღეას, 7 დღეას. მე ვისკავ ამას. ეხა არის საჭმლის მიღების დრო რა. ესენი ჩემი გაზრდილები არიან. როგორც ცით, ნახევარმხელები გაიზარდნენ. ერთი არის ეს ახალი მოყვანილი, აი ეს არის ულამაზესი. რა ჯიშია ზუსტად არ ვიცი. ოპა, აი ეს ზოლებიანი, ეს ზოლები წესით სტრესის ხაზები არის. ეს ცისფერი ჩემი იყო. აი ეს ხედავთ ხო? კარგად მინდა რომ გადავიხო და ძალიან ლამაზები არის რა. მაგარი თევზები ყავს ბიჭო საბოლოო ჯამში. ეხა ზოგიერთი იმალება. აი იქით არის ერთი. იმედია ყველა კარგად იქნება. კარგად შეეჩვევა, რომ საჭმელზე მოვიდნენ, მოტილი ჩაუყარე და კარგი რეაქციები ჰქონდათ საჭმელზე, რაც მთავარია. წამოვა ის ძველი ვნახოთ. ქარის ჩემი ორი აკვარიუმი. აქ ერთში არის ინკუბატორი. საჭმელი ჩაუგდე. აქ არის ინკუბატორი კი არა და რა ქვია მაგას, ანუ კარანტინი. აქ ლიფსიტები არიან, საჭმელი უნდა ვაჭამო. ცოტა გადავჭერი მცენარეები და აიმღვრა წყალი. ესენი აქეთ არიან შეგროვებები და ეს აქეთ ყდება მეგობრებო, თევზი მიკვდება, ნახეთ. აი ეს არის დასტრესვა რა. გაჭედილი არის ეხა ფოთლებში. მოვა რა, მოკლედ ეგ ხასიათზე და შემოგთავაზებთ გაწკრიალებული აკვარიუმის ვიდეოს ბოლოში.